ეხლა ჩრდილოეთ კორეაზე დაბრუნებისას აშეთიქშოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წელს მოგვიანებით გეგმავს კიმ ჩენ ინთან შეხვედრას, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა უკვე სკეპტიკურად უყურებს გარღვევის შესაძლებლობას. ტრამპი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი ფარულ კავშირში არიან და კიდევ ამატებს, რომ კიმმა უპასუხა მის თხოვნას მოლაპარაკებების შესახებ. მაგრამ კიმის გავლენიანი და ამბობს, რომ არაფერი იცის ამ კონტაქტების შესახებ და ამავე დროს ამტკიცებს, რომ აშშ-ში კვლავ მტრად რჩება. მას რა ხდება სინამდვილეში კულისებს მიღმა და მართლა შეიძლება ტრამპი და კიმი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ეხლა ჩვენთან ერთად არის ჯენი თაუნი, სტიმსონის ცენტრის უფროსი მკვლევარი და 38 ნორთის დირექტორი. ეხლა ტრამპი ამბობს, რომ კარგად იცნობს კიმ ჩენ ინს და გეგმავს მასთან შეხვედრას წელს მოგვიანებით, მაგრამ კიმის და ისევ ამტკიცებს, რომ არაფერი იცის ამ საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ, ასე რომ ვის უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში. მე უფრო ვენდობი კიმ იო ჩონგს, კიმის დას, როცა ამბობს, რომ არაფერი იცის ამ მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა ვფიქრობ, მან ეს ძალიან ფრთხილად და განზრახ თქვა. თუ კონტაქტი არ ყოფილა, ძალიან ნათელია, რომ კიმ ჩენ ინმა და კიმ იო ჩონგმა, მისმა დამ, თავი შეიკავეს ტრამპის შესახებ ცუდი განცხადებებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეაფასეს აშშ-ის ქმედებები და აშშ-ის რეგიონის, როგორც ძალიან დესტაბილიზაციის გამომწვევი და აგრესიული ძალა. ამას ესე შევხედავდი, კონდათ თუ არა მათ შორის საუბრები. დიპლომატიის კარი ჩაკეტილი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ აუცილებლად ღიაა და თუ შეხედავთ იმ პირობებს, რაც მათ დააყენეს იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გამოიგონებდა თითქოს მას აქვს გეგმები შეხვდეს კიმ ჩენ ინს და ასე კარგად იცნობს მას? ფიქრობ, იცით ეს პრეზიდენტი არასდროს ყოფილა ცნობილი თავისი სიტყვების სიზუსტით და ფიქრობ ეს ნამდვილად აჩვენებს მის განზრახვას. მას ნამდვილად სურს ეს შეხვედრა და ვფიქრობ ეხლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე მას სურს ეს შეხვედრა. მან დაასახელა ვადაც წლის ბოლომდე, იცით, მაგრამ ეს მისთვის უჩვეულო ნამდვილად არ არის. მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში დაბრუნდა, არაერთხელ უსაუბრია კიმ ჩენ ინთან მის კარგ ურთიერთობაზე და იმაზე, რომ სურს კვლავ შეხვდეს კიმ ჩენ ინს. და ფიქრობ, ეხლა მთავარი კითხვა ისაა, რატო ესეთი სიჩქარე ეხლა? და ფიქრობ, ბევრმა ადამიანმა მიუთითა პროგრესის ნაკლებობაზე და ირანიდან რეალური გამოსვლის სტრატეგიის არქონაზე. მაშ, როგორ გადახვალ შემდეგ საკითხზე? როგორ გადაიტან ყურადღებას ამაზე? ეხლა იცით კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ აშშ-ში კვლავ მტერია, მიუხედავად იმისა, რომ ის აქებს კიმსა და ტრამპს შორის პირად ურთიერთობას. ფიქრობ, რომ ეს ძალიან გააზრებული გზავნილია ფხენიანის მხრიდან. დიახ, ფიქრობ. იცით, ისინი ძალიან ფრთხილად იყვნენ მას შემდეგ, რაც ტრამპი დაბრუნდა და პირადად მის მიმართ უარყოფითი არაფერი უთქვამთ. და მათ რეალურად რამდენჯერმე თქვეს კიდეც, რომ კიმ ჩენ ინსა და ტრამპს შორის ურთიერთობა შესანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინს ტრამპთან კარგი მოგონებები აქვს. მაინც ისინი კვლავ უჩივიან აშშ-ის ქმედებებს. და ვფიქრობ, ეს მომავალში დიპლომატიისთვის სივრცეს ქმნის. მაგრამ მათ ასევე დააყენეს ძალიან მკაცრი პირობები, რომ თქვან, იცით, ისინი პოლიტიკის ცვლილებებს და მტრული პოლიტიკის ნაწილების მოხსნას მოითხოვენ, სანამ მოლაპარაკებებამდე მივლენ. და ისინი თავიანთი ბირთვული სტატუსის აღიარებასაც ითხოვენ. ამიტომ ფიქრობ, ისინი ხვდებიან, რომ თავად სამიტი ალბათ არაფერს გამოიწვევს. ამიტომ თუ ისინი შეხვედრას აპირებენ, ძალიან ცდილობენ, რომ ეს დათმობები შეხვედრამდე მიიღო. იცით, ბოლო კითხვა რაც მინდა დაგისვათ, სამხრეთ კორეას ეხება ამ ყველაფერში. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები შეამცირებს სამხედრო ტურთნებს სამხრეთ კორეასთან ერთად. როგორ შეხედავს ამას სეული? თქვენი აზრით, შეიძლება ამან მართლაც უფრო მეტად უბიძგოს ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების მადიდას დაუბრუნდეს? ეს არის რაღაც, რაც წარსულშიც გამოყენებულა მოლაპარაკებებში დიპლომატიისთვის სივრცის შესაქმნელად, მასშტაბის მოცულობისა და სურთნების სიხშირის შეცვლა არ არის უჩვეულო, როცა მოლაპარაკებების პროცესში ვართ. როგორც წესი, ამას მხოლოდ შეხვედრის მოსაპოვებლად დათმობად არ ვიყენებთ. მაგრამ უფრო ის იყო მნიშვნელოვანი თუ როგორ გაკეთდა ეს. AJ მიონგის ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში ძალიან ღიაა იმ ზომების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისთვის სივრცეს შექმნის და ისინი ძალიან მხარს უჭერენ აშშ-ს. ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიის განახლებას. მაგრამ რომ გაკეთებულიყო ეს ისე, როგორც ტრამპმა გააკეთა და ღიად დაექვეითებინა ჩვენი მოკავშირე, ამავე დროს აქებდა. იცით, მოწინააღმდეგის ქება სეულს ძალიან ცუდ და შემაშფოთებელ მესიჯს უგზავნის და ეს მესიჯი სეულში ძალიან დამყოფიც არის. რაც შეეხება იმას, თავად ალიანსთან დაკავშირებით რეალურად რამდენად სანდოდ გამოიყურება აშთშ, იმასთან შედარებით, რასაც ახლა შეერთებული შტატები საკუთარ ინტერესად მიიჩნევს პრეზიდენტის სურვილის მიხედვით.
კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით, ჯენი. მართლა საინტერესო იყო თქვენი ანალიზის მოსმენა ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ამ ორ ლიდერს შორის. დიდი მადლობა, რომ ისევ მომიწვიეთ.